Mali ვიყიდე, უწამლოთ მოკვდები. თუ წამალი ვიყიდე, შიმშილით მოკვდები. სიღარიბე კი არა, ღატაკები ვარ. იმას 13,000 აქვს ხელფასი და მე მაქვს 300 ლარი პენსია. როგორ დაინახავს? ვერ დაინახავს. ის სანამ ჩემ დონეზე არ მოვა, მანამდე ვერ დაინახავს სიღატაკეს. პენსიიდან პენსიამდე წამალის პური ძლივს ყოფნის. მე სესხულობ მეზობლისგან 20 ლარს ამ რაღაცას კაპიკებს რომ მე ჩავასესხო. როგორ ვახერხებ ნახევარად მშიერი. კაპიკებზე რაც მინდა გულით იმას ვერ ჭამ ვერ უყიდრო იმას იმიტომ რომ ყველაფერს ცეცხლი უკიდია მაღაზია გინათ ფაბრიკა გინათ თავიანთ ჯიბეშია ეკონომიკა გადიდებული ხალხი არ არის გადიდებული თავიანთ ჯიბებზე ანგარიშობენ აუტანელი სიტუაცია ძალიან აი ეგენია ხალხს ვერ ხედავენ ალბათ რომ აი ამოვიდნენ ნახოთ აღდეშინია და წოდვა ხალხი მე ჩემი ხალხელი მე მესოდები თორემ იმათ ფეხებზე კიდე გორჩა ვიდივარ მეუბნებიან რომ ორშაბათს უკვე ფასები ემატება და თუ შეგიძლია რომ ცოტა მეტი იყიდო აი 10 წალი კვერცხის ყიდვა 4 და 60 თეთრად შეგიძლიათ რას ლაპარაკობ რაც 80 თეთრიღის რას ლაპარაკობ ურმაც მოიმატა, შაქარმაც მოიმატა, რასაც მე ვყიდულობ. ხორცი ხო საერთოდ ლაპარაკის ზედმეტია. აი ხორცზე მინდა კითხოთ გუშინ კობახიძემ თქვა რომ 9 კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა არის შესაძლებელი 10 ვარადო და არის ბაზარში არა, რას ლაპარაკობ? ბილი ხორცში მივეცი 38 ლარი. აი რბილ ხორცზე ამბობდა რომ 10 ვარად არის შესაძლებელი არა, მე რას ლაპარაკობ?